კვერცხის ყოველდღე მიღება ზრდის სიკვდილის რისკს გულით ქოლესტერინის გამო. მეორეს მხრივ ვიცით, რომ კვერცხი ერთ-ერთი სუპერ საკვებია და ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ ერთი საჭმელი რომ დარჩეს დედამიწის ზურგზე, ეგ უნდა იყოს კვერცხი, რადგან შეიცავს ყველაფერს. სად არის სიმართლე? კონტექსტს გააჩნია, რა თქმა უნდა, და ზუსტად ამას გეტყვით, როგორ მივიღოთ კვერცხი, ისე რომ მივიღოთ მაქსიმალური სარგებელი და ბენეფიტები და არა რისკი. კვერცხის მთავარი სარგებელი, რასაც ვერ უარყოფ, არის ცილები და ისეთი მაღალი ხარისხის ცილებს შეიცავს, რომ მიიჩნევა ოქროს სტანდარტად, მიიჩნევა ეტალონად. ცილის ეტალონს როცა უნდა დაასახელონ, ასახელებენ კვერცხს, რადგან შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს. ყველა ამინომჟავას, მთავარ ამინომჟავას, რაც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის, კუნთებისთვის და კუნთები ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისთვის. კვერცხი საშენი მასალაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ვარჯიშობს და კუნთების დაყენება უნდა, კუნთების ზრდა უნდა, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვის და ასაკში კუნთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასაკში კუნთები პირდაპირ კავშირშია სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. ასაკოვანი ადამიანები, ვისაც აქვს კუნთები, არა საუბარი დიდ კუნთებზე, საუბარია ეფექტურ ჩვეულებრივ კუნთებზე, ის ადამიანები, რომელსაც მეტი კუნთები აქვს, დიდხანს ცოცხლობენ. ძალიან მარტივი ფორმულა. ამიტომ ამისთვისაც მნიშვნელოვანია კვერცხი. კვერცხი მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი არის ცუდად, როცა ოპერაცია გაიკეთა, ჭირდება სწრაფი აღდგენა, იმისთვის რომ ძალიან მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ცილებს შეიცავს კვერცხი და ქსოვილების აღდგენისთვის, რეგენერაციისთვის და დაავადებიდან აღდგენის პერიოდში მნიშვნელოვანია კვერცხი. კვერცხი ასევე სასარგებლოა ორსულებისთვის, ნაყოფის განვითარებისთვის, რადგან შეიცავს ცილებს, რაც ბავშვის ზრდისთვის აუცილებელი, ქოლინს შეიცავს, რომელიც ნაყოფის ზრდისთვის, ნერვული ღეროს განვითარებისთვის არის და ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი და კვერცხი არის კარგი წონაში კლებისთვის, წონის კლებისთვის, ვისაც უნდა რომ დაიკლოს, კალორიული დეფიციტია, მიიღებს კვერცხს, მიიღებს ნულს შაქარს, მაღალი ნაყროვანი მის გრძნობას, ნაკლებად მოშივდება, გვიან მოშივდება, კუნთებს შეინარჩუნებს, მანდა შეუმცირდება. შესაბამისად, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმ ადამიანებისთვის, ვინც დიეტაზე არიან, მოკლედ, მაღალი ხარისხის ცილებს მიიღებენ და სხვა ვიტამინებს და კომპონენტებს, მიკრონუტრიენტებს, რაც შედის კვერცხის შემადგენლობაში. პირველი შეცდომა, რასაც უშვებენ ადამიანები, არიღებენ კვერცხის გულს ქოლესტერინის შიშით. მართალია ტექნიკურად, რადგან ქოლესტერინი შედის კვერცხის გულის შემადგენლობაში, მაგრამ თუ კი ერთ კვერცხს მიიღებ დღეში სრულად, თავისი გულიანად, როგორც წესი, ჯანმრთელობაზე გავლენა არ აქვს. როგორც წესი, ადამიანების უმეტესობაში ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ კვერცხი სუპერ საკვებია და ჭამო შეუზღუდავი რაოდენობით არ არის რეკომენდირებული, რადგან ერთ კვერცხზე მეტს თუ ჭამ რეგულარულად, შეიძლება გაზარდოს ქოლესტერინის დონე. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ადამიანისთვის დღეში 2 კვერცხის ჭამა პრობლემა არ არის, არსებობს ჰიპერრესპონდერი ადამიანები, დაახლოებით ადამიანების 30%, რომლის ქოლესტერინზე მოქმედებს ეგრევე აი ამ კვერცხის მიღებაზე და ზევით მიდის ქოლესტერინი, ცუდი ქოლესტერინი განსაკუთრებით. ამიტომ ერთი კვერცხი თუ იღებ დღეში და ყოველ დღე, მაშინ პრობლემა არ არის, მთლიანი კვერცხი შეგიძლია შეჭამო, თუ რაიმე კონკრეტული დაავადება არ გაქვს. რადგან კვერცხის გულში შედის ქოლინი, ქოლინი დეფიციტურია, ქოლინი მნიშვნელოვანია აცეტილქოლინის სინთეზისთვის და თავის ტვინსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად დეფიციტურია ჩვენი ორგანიზმისთვის. შედის D ვიტამინი, კვერცხი მცირე ოდენობით, მაგრამ მაინც შედის იმის გათვალისწინებით, რომ D ვიტამინის დეფიციტი თითქმის ყველა ადამიანს აქვს. შედის B ვიტამინი, სელენი, ლუთეინი და ჯამში მიკრონუტრიენტებით მდიდარია და თუ კი მოაცლი კვერცხის გულს, დაახლოებით აი ამ მიკრონუტრიენტების 50%-ზე მეც კარგავს. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია მთლიანად მიღება. და აქვე მარტივი რჩევა, რომ თუ დღეში რამდენიმე კვერცხის მიღება გინდა, თქვათ ვარჯიშობ რაღაცა 100 მიზნით ან დიეტაზე ხარ, მაშინ ერთი კვერცხი მთლიანად და დანარჩენები ცილები. ეგ არის საუკეთესო გამოსავალი. მეორე მთავარი შეცდომა არის, რომ ადამიანები ფიქრობენ ხოლმე, რომ ყავისფერი კვერცხი ჯობია თეთრ კვერცხს ან ფერს ანიჭებენ მოკლედ მნიშვნელობას, გონიათ რომ ის დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხარისხიანია ან ჯანსაღია კვერცხის სინამდვილეში ესე არ არის. ეს კვერცხის გარეთა კანის გარეთა
ნაჭუჭის ფორმა დამოკიდებულია ქათმის გენეტიკაზე და არა ქათმის ფერზეც და არა თვითონ კვერცხის შემადგენლობაზე. განსხვავებები არსებობს მცირე. კი, ზოგი ამბობს, აი სოფლის კვერცხი კარგია, ის უფრო კარგია და ესე ძალიან მცირე განსხვავებებია. არის განსხვავებები, მაგრამ მცირეა. არა მნიშვნელოვანი ცილების შემადგენლობა როგორც წესი ერთი აქვთ, ქოლესტერინის შემადგენლობა როგორც წესი ერთი აქვთ და მიკრონუტრიენტებში არის განსხვავება, კი, მაგრამ არა დრამატული, მცირე. მაგალითად, ახლა სოფელში გაზრდილ ქათმის იმაში კვერცხში არის მეტი ომეგა-3, რადგან ჭიებს და რაღაცეებს ჭამს მარცვლეულს, ბალახს და რაღაცეებს და ცოტა ომეგა-3-ია, მაგრამ ეგ ომეგა-3 გინდ ყოფილა, გინდ არა. რეალური სარგებელი არ მოაქვს. იმდენად ცოტა და იმდენად ხშირად არის ALA ფორმით, რომელსაც ადამიანზე მცირე გავლენა აქვს, ძალიან მცირე გავლენა აქვს. ამიტომ ახლოსაც ვერ მოვა იმ ომეგა-3-თან, რასაც თქვათ, ან დანამატით იღებს ადამიანი, ან თევზისგან იღებს. შესაბამისად, ომეგა-3-ის იდეა შეგვიძლია უგულებელყოთ. მეორე რაც ამბობენ ხოლმე არის, რომ ვიტამინი D-ს შემადგენლობითაც ოდნავ მეტი შეიძლება იყოს კი სოფლის კვერცხში, მაგრამ მაინც რაც არ უნდა ბევრი იყოს 40 საერთაშორისო ერთეული და ადამიანს სჭირდება 800. ანუ მაინც იმდენად დაბალი დონეა, რომ რამე არსობრივი სხვაობა არ ექნება ვიტამინ D-ს მხრივ და არის ხოლმე კიდე კაროტინოიდების შემადგენლობის კუთხით, აი ლუთეინი როგორც არის მაგალითად, რომ აი რაც უფრო ყვითელია, უფრო მეტ კაროტინოიდს შეიცავს კვერცხი. მაგრამ მანდაც არის რომ კი, ანუ გაზომვადი განსხვავებაა მაგაში, მაგრამ კლინიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის, რომ მაგალითად იმან სოფლის კვერცხმა და მუქმა ყვითელმა უფრო რამე მეტი მოგცეს პირდაპირ ისე რომ ადამიანის ორგანიზმზე იმოქმედოს, ესეთი განსხვავება არ არის და გაზომვადი განსხვავება ციფრებით არის მცირე. თუ ვიტყვით ცილა ერთია, შესაბამისად რამე ისეთი არსობრივი განსხვავება არ გვაქვს. ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისიც ჯანსაღია ჭამურად. მესამე მთავარი გაუგებრობა არის ხოლმე კვერცხის შენახვასთან დაკავშირებით, როგორ უნდა შევინახოთ და რამდენი ხნის განმავლობაში არის უსაფრთხო. და ასევე გავრეცხოთ თუ არა კვერცხი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ თუ გარეცხავ კვერცხს, დამცავი ფენა კურტიკულას ეძახიან, მოცილდება გარეცხვით და მისი შენახვა აღარ არის რეკომენდირებული ოთახის ტემპერატურაზე, ისეც არ არის რეკომენდირებული, სასურველი არ არის, 20 გრადუსზე ქვევით უნდა იყოს ტემპერატურა, თუ მაინც ოთახის ტემპერატურაზე ინახავ და ოთახში თუ ინახავ კვერცხს, მაშინ არ უნდა იყოს გარეცხილი. ეს არის მნიშვნელოვანი. თუ კი გარეცხავ, აუცილებლად საჭიროა მაცივარში შენახვა და მაგალითად ისე ჩვეულებრივ ოთახის ტემპერატურაზე კვერცხში რამდენიმე დღე რომ შეინახო, უსაფრთხოა მოკლედ, თუ გაურეცხავია, გარეცხილი აუცილებლად მაცივარში, თორე გაფუჭდება. და თუ მაცივარში ინახავ, მაცივარში გარეცხილისა და გაურეცხავის შესაძლებელია და დაახლოებით 3-5 კვირა ინახება და მერე ფუჭდება ნელ-ნელა. და როცა კვერცხი ძველდება, ჰაერი შედის მასში, ნახშირორჟანგი გამოდის, კვერცხის ცილა თხელდება, ცილა კარგავს სტრუქტურას და მერე უფრო თხიერდება. ზოგიერთ ვიტამინს კარგავს ცოტათი და ცხიმების ოქსიდაცია ხდება და გემოცეცვლება და ნაკლებ სასარგებლო ხდება დროთა განმავლობაში. ამიტომ მოკლედ დიდი ხნის კვერცხის ჭამა სასურველი არ არის. მეოთხე მთავარი გაუგებრობა კვერცხთან დაკავშირებით არის ხოლმე მისი მომზადების წესი, რა ჯობია, როგორ ჯობია. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მოხარშვა არ არის სასურველი, იმიტომ რომ ხშირად წყდება კვერცხი და შემდეგ ძალიან კოაგულაცია ხდება ამ ცილების და ტექსტურას კარგავს და მოკლედ არ არის რეკომენდირებული. კვერცხის ცილა კოაგულირდება 65 გრადუს ტემპერატურაზე და ეს ყვითელი რაც არის კვერცხის გული, ის მაგრდება და სქელდება დაახლოებით 70 გრადუს ტემპერატურაზე. ამიტომ თუ კი დაახლოებით 7 წუთის განმავლობაში ხარშავ, მოხარშული იქნება კვერცხი ოღონდ, კვერცხის გული იქნება თხიერი, მაგრამ ცილა იქნება მყარი. თუ კი 9 წუთის განმავლობაში ხარშავ, მაშინ კვერცხის გული იქნება ჯემისებრი და ცილა იქნება მოხარშული და 10-11 წუთი თუ ხარშავ, მაშინ კვერცხის გულიც მყარდება. 12 წუთზე მეტი რეკომენდირებული არ არის ხარშვა. რამდენიმე რამე ემართება კვერცხს, თუმცა დიდი არაფერი. ერთი, აი ეს მომწვანო მონაცრისფრო
რგოლი, რომელიც უყალიბდება ხოლმე გამყოფთან კვერცხის გულსა და კვერცხის ცილას შორის, გინახიათ ალბათ, ეგ არის როცა გოგირდი ურთიერთქმედებს რკინასთან და ეგ ზოლი ჩდება, მას შემდეგ ნახი გეკნებათ, ეგ საღდგომო კვერცხებს აქვთ ხოლმე, ხშირად ძალიან დიდხანს ხარშავენ ხოლმე და გადაცხელებისგან ხდება. ტექსტურას კარგავს, გემო ეცვლება ცოტა, როცა დიდხანს ხარშავ და ქოლესტერინის ცოტა მეტი ოქსიდაცია ხდება. თუმცა რაღაცა დიდი არ შავდება, მოკლედ თუ ცოტა ზედმეტი მოგივიდა, რამე კატასტროფული არ მოხდება, მაგრამ სასურველია რომ 11 წუთი იყოს. მოხარშული კვერცხი მიიჩნევა ყველაზე სასარგებლოდ. კვერცხის სხვა ფორმებს შორის მოხარშული არის ყველაზე სასარგებლო მინიმალური ცხიმების ოქსიდაციით, შესაბამისად და ნუტრიენტები შენახულია მაქსიმალურად, როცა მოხარშვა და ადვილად მიიღებს ადამიანი. ხო, რა თქმა უნდა, ერბო კვერცხი შესაძლებელია ასევე, მაგრამ სუსტად უნდა იყოს შებრაწული, რაც უფრო ძლიერადაა შემწვარი კვერცხი, მით უფრო არასასარგებლოა, განსაკუთრებით ცხიმში, ცხიმების ოქსიდაცია ხდება, განსაკუთრებით კარაქში არ არის რეკომენდირებული და ცხიმებით გაჯერებული ხდება, ნაჯერი ცხიმებია, ეს კარაქი კიდე, მერე ცხიმების ოქსიდაცია ხდება, კვერცხს თავის მხრივ ცალკე ქოლესტერინი აქვს და ყველაფერი ერთად უარყოფითად აისახება ქოლესტერინზე, ამიტომ არის რომ არ არის სასარგებლო, რომ ძლიერ ცხიმში შეწვა კვერცხი, თან ძალიან თუ შეწვი ხო, მით უმეტეს აკარგვინებს სასარგებლო თვისებებს და პირიქით ხდიმავნეს. კიდევ ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის ხოლმე, რომ ადამიანს აინტერესებს როგორ მოვაცილოთ ის გარეთ ნაჭუჭი ადვილად მოხარშვის მერე. მან მთავარი ის არის რომ დამოკიდებულია კვერცხის ასაკზე. კვერცხი უნდა იყოს დაახლოებით 5-10 დღის რომ ადვილად მოცილდეს ნაჭუჭი. თუ არა და ცუდად ცილდება. რატო? იმიტომ რომ pH-ი ან კვერცხის მჟავიანობა 7-თან არის, ისე ჩვეულებრივი, როცა დრო გადის, მჟავიანობა მცირდება, ტუტიანობა იზრდება, და 9-მდე არის ტუტიანობა და როცა ტუტიანობა იზრდება, აი ეს ადჰეზია კვერცხის მემბრანასა და თეთრ ნაწილს შორის მცირდება, წებონება და ადვილად ცილდება ერთმანეთს. ეგ არის ყველაზე მთავარი, რატომაც არის, რომ ზოგი კვერცხი ძალიან ადვილად იფსქნება, ზოგი არ იფსქნება. გააჩნია, რაც უფრო ახალია მოკლედ კვერცხი ადვილად არ იფსქნება. მეორე მნიშვნელოვანი რაც შეგვიძლია გააკეთო არის, რომ როგორც კი მოიხარშება და რომ გადმოიღებ, მაშინ 10 წუთის განმავლობაში ძალიან ცივ წყალში ან ყინულიან წყალში უნდა ჩადო. 10 წუთის განმავლობაში ეგ არის, რადგან იკუმშება გაციებისას, ჩქარა იკუმშება და ეს მემბრანა და ცილდება ერთმანეთს ადვილად და აი ამიტომ და ეგ ასევე იმ ნაცრისფერი მწვანე ზოლის წარმოქმნასაც უშლის ხელს და ზოგადად კვერცხის სტრუქტურა უკეთესია და გარეგნულადაც. მესამე რჩევა იმისთვის რომ კვერცხი ადვილად გაიფსქნას არის რომ ფართო კუთხიდან უნდა გაფსქნა და სადაც ჰაერის ჯიბეები აქვს, კვერცხი იქიდან ადვილად ზრება და უფრო ადვილად. ხო, იმიტომ ლაპარაკობ კვერცხის გაფსქნაზე, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ არ იწვალო კვერცხის გაფსქნაზე და მე იქ ცილები მიყვება და ეს ადვილად რო იფსქნა, მაგას რაჯობია და ამიტომ მნიშვნელოვანია ფართო კუთხიდან უნდა გაფსქნა კიდე. ეგეც მნიშვნელოვანია. ახლა მეხუთე შეცდომა, რასაც ადამიანები უშვებენ ხოლმე კვერცხის ჭამისას, არის რომ ბევრს გონია კი არა, ხშირად მე თვითონაც მსმენია, რომ ეს რა არის, ის უმი კვერცხი არის სასარგებლო, თუ გადაყლაპა უმ კვერცხს, ბევრად სასარგებლო. სინამდვილეში ასე არ არის. როგორც არ უნდა კონტრინტუიციურად ჟღერდეს, უმი კვერცხი ბევრად ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე მოხარშული კვერცხი. და რატო? პირველი ის არის, რომ ცილების ათვისების პროცენტულობა თუ მოხარშული კვერცხს შეჭამ 95%, ანუ თითქმის ყველაფერს აითვისებს ორგანიზმი, რაც ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ცილები გვჭირდება. თუ მოუხარშას ჭამ 50-60%, ან ნახევარს თითქმის ვერ იღებ. რატო? იმიტომ რომ მოუხარშავ კვერცხში ეს ცილები არის კვეთრად დაჭმუჭნული, ესე ვთქვათ რა, ან დახვეული, დაკეცილი და თუ არ განკეცე, ან თუ არ გაშალე ეს ცილები, კარგად ვერ შლის მერე ეს მომნელებელი ფერმენტები, რაცაა ჩვენ ორგანიზმში პეპსინი და ტრიფსინი. და ამიტომ სიცხის დროს ხდება ცილების დენატურაცია, ანუ გაიშლება მოკლედ ეს ცილები და ადვილად ინელებს ორგანიზმი, ადვილად შეიწევს ორგანიზმი. ამიტომ მოხარშული კვერცხი ჯობია ნამდვილად უმ კვერცხს. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ხოლმე უმ კვერცხში შეიცავს ავიდინს, ეგეთი
მოლეკულა, რომელიც უკავშირდება ვიტამინ B-ს და ვიტამინ B-ს პრაქტიკულად ვერ იღებ უმიკვერცხიდან. მაშინ და ეს ფრცხილებისთვის თმებისთვის მნიშვნელოვანია ბიოტინი ხსმენიათ ალბათ. და მაშინ როცა თუ კი მოხარშავ ეს ავიდინი ნადგურდება, მოკლედ იშლება და B ვიტამინი ხდება უფრო ხელმისაწვდომი ორგანიზმისთვის B7 ვიტამინი, ამიტომ ამ ხრივაც და მეტიც უმიკვერცხს აქვს რისკი სალმონელას ბაქტერია შეიძლება იყოს შიგნით და მოწამლოს ადამიანი უმიკვერცხს. ეს იშვიათია, მაგრამ მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ორსულებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სუსტი იმუნიტეტი აქვს და ასაკოვანი ადამიანებისთვის შეიძლება გამოიწვიოს საწმისმომრიცხავი სისტემის ინფექცია, ცხელება, სიცხე ადამიანს შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად ცუდად, ამიტომ არ არის რეკომენდირებული. და მეტიც ნაყროვანების კუთხითაც კი მოხარშული კვერცხი უფრო ანაყრევს ვიდრე პირდაპირ გადაყლაპო კვერცხი, იმიტომ რომ ის გაივლის უცებ კუჭს და ნაკლებად ექნება ორგანიზმს ნაყროვანების შეგრძნება, შესაბამისად ნაყროვანების კუთხითაც მოხარშული კვერცხი ჯობია უმკვერცხს. რაც შეეხება კვერცხით მოწამვლას, ხშირად არის ამაზე კითხვა, სალმონელა სალმონელა ბაქტერია, შეიძლება იყოს კვერცხის შიგნითაც, თვითონ ქათამითაა ინფიცირებული. ეს შედარებით იშვიათია, რომ კვერცხის შიგნით იყოს სალმონელა და ხშირად არის ხოლმე კვერცხის გარეთ. კვერცხის გარეთ არის განავალი ქათმის სკინდლი მოკლედ არის ხოლმე და ინფიცირებულია ეგ და თან მithumes გაურეცხავი კვერცხია ჩვენთან როგორც წესი და მაგ მხრივ შეიძლება იყოს კონტამინირებული. სხვა ბაქტერიები შეიძლება იყოს კამპილობაქტერი, ეშერიხია კოლი მაგალითად და პარაზიტული ორგანიზმების სხვები, მაგრამ როგორც წესი ხა გარეცხვით და მოხარშვით ეგ ბაქტერიები მცილდება. უბრალოდ ის არის რომ შენ თუ მოკიდებ ხელს გაურეცხავ კვერცხს, მე უნდა დაიბანო ხელი. ეგ არის რა თქმა უნდა. შემდეგი რჩევა არის როგორ ვიცნოთ ძველი კვერცხი. ძველი კვერცხი მე ლაყდება მოკლედ და ფუჭდება და თხელდება, თხიერდება და ეს ცილაც კარგავს თავის სტრუქტურას და უფრო წყლოვანი ხდება მოკლედ და ეს კვერცხის გულიც უფრო მეტად ერევა, შერეული ხდება იმასთან და სტრუქტურა ეკარგება მოკლედ კვერცხს. თუ კი ცოტა ძველია კვერცხი, ეს არნიშნავს იმას, რომ შეიძლება მოგწამლოს, შეიძლება არ მოგწამლოს, მაგრამ არასასურველია რა თქმა უნდა, გემოც შეცვლილი აქვს. თუ კვერცხს გატეხავ და სუნი აქვს, ის რა თქმა უნდა გადააგდო ეგრევე, ანუ ის ნიშნავს, რომ მომწამლავია ეგ კვერცხი და უბრალოდ ძველი კი არ არის, არამედ არის დამპალი. შესაბამისად, უნდა გადააგდო აუცილებლად. მარტივი რჩევა და მარტივის ხრიკი როგორ შეიძლება გაარჩიო ძველი კვერცხი და ახალი კვერცხი, არის ესე, რომ წყალში უნდა ჩააგდო, თუ ჩაიძირა, კარგად, ესე იგი ახალია კვერცხი, თუ ჩაიძირა ჰორიზონტალურად დადგა, ანუ ეს სიგრძეზე დადგა რა და ესე იგი ახალია, თუ ჩაიძირა, მაგრამ სიმაღლეზე დადგა, ანუ ეს თავი ამოშვერილი აქვს, მაშინ ისე რა ახალია, მაგრამ იჭმევა, ანუ ისე ცოტა ძველია, მაგრამ მაინც იჭმევა და თუ ამოტივტივდა, ესე იგი ძველია და უნდა გადააგდო. აი ეგრე შეგვიძლია იცნო კვერცხი მანამ სანამ მოხარშავ. და მეექვსე მთავარი შეცდომა ადამიანების, რომლებიც იწყებენ კვერცხის ყოველდღე ჭამას, მაშინ როცა არ იციან მათი ორგანიზმის რეაქცია ქოლესტერინის კუთხით კვერცხზე. ესა ძალიან მნიშვნელოვანი და ადამიანები, რომლებიც რამდენიმე კვერცხს ჭამენ. უმეტესობა ჩვენთაგანისთვის კვერცხის ჭამა პრობლემა არ არის, მაგრამ დაახლოებით 20-30% არის ადამიანების, რომლის შემთხვევაშიც ქოლესტერინს უმატებს კვერცხი. ანუ ჩვეულებრივ ადამიანს თუნდაც დღეში 3 კვერცხის შეჭამოს პრობლემა არ არის, მაგრამ არის ადამიანები, რომელსაც 1-ზე მეტ კვერცხს თუ ჭამს, ქოლესტერინს უმატებს. ამიტომ 1-ზე მეტ კვერცხს თუ ჭამ, სასურველია, რომ დაახლოებით 6-8 კვირაში გაიკეთო ზოგადად ლიპიდების პროფილი და მათ შორის ქოლესტერინის სხვადასხვა ფრაქციები, მაგრამ რაც მთავარია, უნდა დააკვირდეთ ცუდ ქოლესტერინს. ანუ ცუდ ქოლესტერინი ხომ არ არის მომატებული, ანუ LDL ქოლესტერინი, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყვითელი კვერცხის გულის გამოა ეგ რა თქმა უნდა ქოლესტერინის შეიცავს, თუმცა
ისიც არის, რომ მხოლოდ ქოლესტერინის ასე ჭამა, ქოლესტერინს არ უმატებს ხოლმე როგორც წესი, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენი ნაჯერ ცხიმს შეჭამს ადამიანი და ტრანსცხიმები და ესე, მაგრამ მაინც მასაც აქვს თავისი როლი. ამიტომ, ყურადღება საჭიროა განსაკუთრებით 1-ზე მეტ კვერცხს თუ ჭამ დღის განმავლობაში და მნიშვნელოვანია ასევე, რომ კარაქში არ უნდა შეწვა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის სასურველი პროცესირებულ ხორცთან ერთად შეწვა, იმიტომ რომ ნაჯერ ცხიმებს, ცხოველურ ცხიმებს აძლევ კარგ შემთხვევაში აგერ ნაჯერი ცხიმებით ტენი, ლიპიდების ოქსიდაცია ხდება, დაწვა ხდება და ეგ კიდე დამწვარი ლიპიდებს რომ იღებ, ეგ გაძლევს დამწვარ LDL-ს ჯამში, ან ცუდ ქოლესტერინის კიდე ცუდ ფორმას გაძლევს. შესაბამისად, ის უფრო ათეროგენულია. ანუ ეგ ყველაზე ცუდი ვარიანტია, ამიტომ არ არის სასურველი, რომ აი მაგალითად რო იციან ხოლმე რომ ერბო კვერცხი კარაქში ან ერბო კვერცხი ხორც იმაში სოსისებში, ერბო კვერცხი ძეხვეულში, ბეკონში არ არის რეკომენდირებული სასტიკად. ანუ პრაქტიკულად არათუ აკარგვინებ სასარგებლო თვისებებს, არამედ პირიქით. ხო, ეხლა საუბარი არ არის ის, რომ ესა ერთხელ შეჭამო ან თვეში ერთხელ ან ორჯერ ესე შეჭამო, საუბარია ვინც რეგულარულად მოიხმარს ესეთი ფორმით და გონია, რომ თქვათ გააკეთილშობილებს იმას სოსის არავერიზავ მაგას, მაინც არ არის სასურველი და პირიქით საზიანოა. და ასევე მნიშვნელოვანი შენიშვნა, რომ თუ დიაბეტი გაქვს, მაშინ კვირაში 3 კვერცხზე მეტის ჭამა რეკომენდირებული არ არის. მოხარშული და ისიც 3-ზე მეტი არ, თუ მაინც ძალიან გიყვარს კვერცხი და ცილების ამ გზით მიღება გინდა, მაშინ მის თეთრი ნაწილი, თეთრი ცილა ჯობია შეჭამო და არა ყვითელი. ესეთ შემთხვევაში, ვისაც დიაბეტი აქვს, რადგან გულის დაავადებების რისკი შეიძლება გაზარდოს. ამ შემთხვევაში ან თუ ჰიპერრესპონდენტია ადამიანი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი, გამოწერეთ. ვისაც გაქვთ სურვილი დონაციები გააკეთოთ, ამისთვის ანგარიშის ნომრები მაქვს მითითებული აღწერაში. ვისაც უბრალოდ გინდათ არხ მხარი დაუჭიროთ, შეგიძლიათ დააშიაროთ, დააკომენტაროთ, დალაიქოთ. ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერის გამოხატულება მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.